გამარჯობა, თქვენ უყურებთ ქრონიკას 11 საათზე, მე ქეთი ლაცაბიძე ვარ. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრძელდება. სოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში და პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლების მაღალი რანგის შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასთან. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ შეხვედრები და ურთიერთთანამშრომლობა პოზიტიურად აისახება ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, სტრატეგიულ და სხვადასხვა ინსტიტუციის განვითარებაზე. დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი დღეს სრულდება. სამიტზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო ილონ მასკი. ღონისძიების მონაწილეებს ის დისტანციურად ჩაერთო და სიტყვით მიმართა. Let's make sure that every single government department we're not prepared because we're still vulnerable. Change a lot of the things that we know, but we don't know how. Nobody has to program, and that the programming language is human. Elon, nice to see you. Hello. I was going to introduce you as probably the busiest man on earth prior to January 20th. So, ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილმა გერმანულმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის ევროპარლამენტში ქართული ოცნების მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა. პარტია გმობს საქართველოში და პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისად და ქართველმა ხალხმა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. საქართველოს მთავრობა კი რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემით. პარტია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს პატივისცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას ჩაერთოს ღია დიალოგში და არ დააწესონ ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებიც უგულებელყოფს საქართველოს პოლიტიკურ რეალობას. 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში, ხოლო ქართველმა ხალხმა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. საქართველოს ახალი მთავრობა რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემით. მოუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს პატივისცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას ჩაერთოს ღია დიალოგში და არ დააწესონ ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებიც უგულებელყოფენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობას. საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა და ეს უნდა იყოს თავისუფალი გარე იძულებისა და ზეწოლისგან. საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს სრული უფლება განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხოური აქტორების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე. მოითხოვთ ევროკავშირმა შეწყვიტოს ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და მის ნაცვლად ფოკუსი ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის ხელშეწყობაზე გადაიტანონ. საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯი, ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიზიტ სტრასბურგში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რადიკალების მოთხოვნით შექმნილი მორიგი უსამართლო რეზოლუცია და სანქციებით მუქარა ქართულ სახელმწიფოზე გავლენას ვერ მოახდენს. მათივე თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ქართული ინტერესების მიხედვით მოქმედებას. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვა, საქართველოს მოქალაქეთა სანქცირება, ამ და სხვა მოთხოვნებით ევროპარლამენტში რეზოლუციის კენჭისყრა დღეს იგეგმება. ჩვენი დამოკიდებულება სანქციებით ვერავის ვერ შეაშინებენ, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, საუბარია სამშობლოზე. რას ვაკეთებთ ჩვენ, ხო? ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ვიცავთ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენ გვახსოვს ეს ისევ ის ადამიანები დარბოდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერებულიყო და ახლაც იგივე
დამოკიდებულებას ხედავთ ქვეყანასთან მიმართებით. ესენი არიან მოღალატეობრივი დაჯგუფება. ევროპარლამენტს არ შეუძლია არც ზნე არ შეუძლია, არც ფერი არჩევები არ შეუძლია და რასაკვირველია ის რეზოლუციები, რაც აქამდე იყო მიღებული, არაფრით არ განსხვავდება ახალი პროექტისაგან და რაც შეეხება დესპანებს, რომლებიც ჩავიდნენ ისათვისაც ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდნენ კვლავ რაღაცა გაუგებარი პროგრამით და პერფორმანსით ერთადერთი აქვს მიზნად, რომ როგორმე სირთულე შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. არც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს, ჩირის ფასი არ აქვს. და რასაკვირველია, არც ამ თაღლითების გამოსვლას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ევროპარლამენტში არსებულ ორმაგ სტანდარტებსა და სანქციებზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში იმედი ლაივი. მისი შეფასებით ევროპარლამენტი არასწორ გზაზე დგას, ახლა დიალოგის დროა და არა სანქციების. არ მესმის ამ სანქციების არსი, რისთვის არის სანქციები, იმიტომ რომ ქართველმა ამომრჩეველმა არ მისახმა ისე, როგორც ფონ დერ ლაიენს სურდა, არ მესმის ინდივიდუალური სანქციების აზრი. გასულ წელს ჩვენ პარლამენტში მივიღეთ მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც არასდროს ეფექტურად არ მუშაობდა. არ მივდივართ სწორ გზაზე, მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა ხმების მიცემა სანქციებისთვის. სანქციები არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი არის ძალიან სუსტი. ჩვენ არ ვიცით, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა ხმას მიცემს პარლამენტის სურვილების წინააღმდეგ. მას ეფექტი არ გააჩნია და ის პირიქით ურთიერთობას გააფუჭებს დიდი ხნის განმავლობაში. იმედგაცრუებული ვარ, ამ პარლამენტში ორმაგი სტანდარტებია. თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი ნატო შტაბ-ბინაში გამართულ რამშტაინის ჯგუფის ფორმატის რიგით 26-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით შტატების ახალმა თავდაცვის მდივანმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს. ამ ფორმატის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება. აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, დამტკიცდება დებულება. მმართველი გუნდი და პარლამენტის წევრები კომისიის მუშაობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. მათი თქმით, საგამოძიებო კომისია შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომლის ფარგლებშიც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ყველა, ვინც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდა, სამართლებრივ პასუხს აგებს. დღეს გაიმართება საორგანიზაციო სხდომა. ავირჩევთ კომისიის ხელმძღვანელს, თავმჯდომარეს, ასევე კომისიის მდივანს, ასევე გვექნება მსჯელობა დებულებაზე, რა წესით ვიმუშავებთ და მივიღებთ ამ დებულებასაც. და სხვა საორგანიზაციო საკითხებსაც გავივლით. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული გამოძიება უკვე ჩატარდა და ბევრი სისხლის სამართლის პასუხისმგებაშიც მიეცა იმ წლებთან დაკავშირებით, ერთიანი სურათი რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, რა სახის დანაშაულთან ჰქონდა საქმე, რა მასშტაბები ჰქონდა ამ დანაშაულს, არც პოლიტიკური და არც სხვა სახის ერთიანი დასკვნა არ დადებულა. ამიტომ ეს აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. და მეორე, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ რაიმე სისტემური დანაშაულებრივ მიმართულებას ჩამოაყალიბებს, ის რაც არ უნდა დრო გავიდეს, დაუსჯელი არ დარჩება. თავარი აქ არის, რა თქმა უნდა, ის რომ ძალიან დიდი ხნის სურვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობის, რომ აი ეს დამნაშავე ცნობილი არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამნაშავე ცნობილი რეჟიმი, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ჩამოწილდეს ქართულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, თავად პროცესი იქნება საინტერესო, იმიტომ რომ მტკიცებულებების, რომელიც უკვე არსებობს მოძიების გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიძიებთ
ახალ მტკიცებულებებს ეს იქნება მოწმეთა ჩვენებები თუ ასე შემდგომ ამას ნახავს საზოგადოება და ვფიქრობ რომ ეს იქნება მნიშვნელოვანესი როლი საქართველოს ისტორიაში რომ დასრულდეს რადიკალური პროცესები კოლექტიურ ნაცმოძრაობის სახით და ქვეყანაში დაბრუნდეს ჯანსაღი ოპოზიციური ძალები. სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გამოკითხვები მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ამჯერად ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გამოიკითხა. 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა. გამოიკვეთა მთელი რიგი საინტერესო დეტალები, მივაწოდეთ მტკიცებულებები, გარკვეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ქვეყანაში ერთგვარი ხელოვნური ქაოსი, რაღაც კრიზისის მომენტები, რყევები, მიმდინარეობდა რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობა. ამ საკითხებში იყო ჩართული გარკვეული უცხოური აქტორების და დამფინანსებების და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს დესტაბილიზაციის მცდელობა. მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი მონოპოლი, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ქვეყნის კარგად განვითარების საშუალება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ევროკავშირისა და შვედეთის საელჩოები მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რადიკალურ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გაურბიან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კი მესამე დღეა დუმილს ინარჩუნებს. საუბარია ტელეკომპანია იმედის მიმართ გამოხატულ აგრესიაზე. კონკრეტული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები პრესკონფერენციებზე ჩვენ ჟურნალისტებს მუშაობის უფლებას უზღუდავენ. ტელეკომპანია იმედი დაინტერესდა იღებენ თუ არა დონორები მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობას, ასევე თხოვნით მიმართეთ მოუწოდონ მათსავე დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და პირებს შეწყვიტონ იმედზე თავდასხმა. ევროკავშირი არ ერევა მისი ბენეფიციარების გამოხატვის თავისუფლებაში. შეხედულებები და მოსაზრებები, რომლებსაც გამოთქვამენ ევროკავშირის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი ბენეფიციარები, არის ავტორების მოსაზრებები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად ასახავენ ევროკავშირის თვალსაზრისს. სიტყვის გამოხატვის და მედიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შვედეთის ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის არ ზღუდავს ამ ორგანიზაციების დამოუკიდებლობას. ჯანდაცვის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იყო. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს. ამ პროცესში კი სექტორთა შორისი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. თავის მხრივ სახალხო დამცველმა სამინისტროს რეკომენდაციები გაუზიარა. სახალხო დამცველთან ჩვენი სამინისტროს თანამშრომლობა შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი უფლების რეალიზების საკითხი სწორედ მათი ინტერესის სფეროში ექცევა და ის უფლებებია, რომელიც ჩვენი სამინისტროსთვის არის განსაკუთრებულად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთდა ფსიქიატრიულ სერვისებზე, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომია და რომელიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს დარგი საზოგადოდ. ეს შეხვედრა ეხებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებში არსებულ მდგომარეობას და გაუზიარეთ ჩვენი ხედვები, ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა სახალხო დამცველთან, რომ ეს საკითხები იქნეს დარეგულირებული და ამ ადამიანების ყოფა იქნეს გაუმჯობესებული, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არიან. ბათუმში ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაო გრძელდება. პროცესი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ბაღი 120 ახსაზრდელზეა გათვლილი. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე სასკვერე და საბაღი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება მუსხელიშვილის ქუჩაზე. საერთო ჯამში ჩვენ მივიღებთ ახალ საბავშვო ბაღს, რომელიც მოემსახურება აღნიშნულ დასახლებას, საგზაო ახალ ინფრასტრუქტურას, თავისი სანიაღვრე სისტემებით, განათების სისტემებით. ამავდროულად სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა მოედანი მოსახლეობისათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს 10,000 კვადრატულ მეტრზე მეტი არმირებული ბეტონის საფარის მოწყობას და პარალელურად ასფალტბეტონის საფარის მოწყობას 13,000 კვადრატულ მეტრზე მეტს. პროექტის ღირებულება შეადგენს 9,5 მილიონი ლარს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გზების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. სოფელ შრომაში ჰერეთის ქუჩაზე გზასთან ერთად წესრიგდება სანიაღვრე არხები. მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი გზის რეაბილიტაციის სამუშაოს გაეცნო. სოფელ შრომაში ჰერეთის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში 937 გრძივ მეტრზე ახალი ასფალტის საფარი მოეწყობა. ორფენიანი პროექტის ღირებულება 1,116,000 ლარია. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, მოქალაქეებისათვის გადაადგილება იყოს კომფორტული. ძალიან მოხარულები ვართ ადგილობრივი მოსახლეობა. დიდი ხნის ნანატი როცება აგვისრულდა. გვახსოვს ის პერიოდი, რა დღეში იყო სავალი გზა. ღამე გავლა ჭირდა, ფეხით ტრანსპორტი მეტნაკლებად იმასაც უჭირდა. ასე რომ ძალიან კარგი საქმე არის. ძალიან ცუდი გზა იყო, რუების მოწესრიგებელი იყო. ჩვენმა ადგილობრივმა მთავრობამ გააკეთეს გზა. სანიაღვრე არხებიც კარგი არის, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. დავუბრუნდებით მსოფლიო მთავრობათა სამიტს, რომელიც დუბაიში დღეს სრულდება. სოფო ბერიძე გვერდთვება პირდაპირ ეთერში და უახლეს ინფორმაციას მოგვაწვდის. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში დუბაიში გამართული შეხვედრები ახალი და კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ არა მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ისე წარმატებული თანამშრომლობა გაფართოვდეს, არამედ ქვეყანა მოიძიოს ახალი ინვესტორები, პოტენციური ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტირებით. არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო თანხმდებიან იმაზე, რომ არსებობს პოტენციალი ურთიერთობების გაღრმავების ისეთ სფეროებში, მაგალითად, როგორიც არის საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგეტიკა. ორი დღის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ქართულმა დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს და ქართულ დელეგაციას უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, ასევე ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლებთანაც ჰქონდათ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვედრები და როგორც გითხარით, ქართული მხარე ელოდება, რომ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს ახალი და მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოგვეცა საშუალება სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან ჰქონდა შეხვედრები და გვემსჯელა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმდინარე პროექტებზე, რომელიც ამ ქვეყანასთან გაგვაჩნია და ასევე დაგეგმილდა პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად განვავითარებთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ქვეყანაში დამატებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან სხვადასხვა სფეროში. ეს იქნება როგორც უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებები და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია სპარსეთის ყურე ზოგადად ჩვენთვის, ამიტომ ტურისტული კავშირების გაღრმავების მიმართულებით ასევე ძალიან სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თავის შედეგს გამოიღებს და ტურისტული ნაკადი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2025 წელს საქართველოში გაიზრდება. მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში დღეს სრულდება. ბოლო დღეს ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ილონ მასკი იყო. ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დისტანციურად მიმართა დუბაიში შეკრებილ საზოგადოებას. ასევე მაყურებელს შევახსენებ, რომ სამიტის პირველივე დღეს სტუმრებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მე-12 იმართება დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი. წელს ღონისძიებას 6,000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. მადლობა სოფო, დუბაიდან გვერდთვებოდა სოფო ბერიძე. ასეთი იყო ქრონიკა 11 საათზე, 14 საათამდე გამშვიდობებით. დროებით.